გამარჯობათ, მე და ლაშა დღეს შევესწრებით შეგასწავლოს Triton Couch-ი ერთ-ერთი რთული ელემენტი პლანჩი. ახლა კი გამოვიხილოთ თუ რა კუნთებზე მიდის დატვირთვა პლანშეს იგივე ჰორიზონტის შესრულების დროს. ეს არის დელტა, კერძოდ კი დელტას წინა ნაწილი, ზურგი და წელი. ახლა კი განახეთ პლანჩეს ვარჯიშებს და გავიხილოთ ისე. პირველი გახლავთ სტატიკური პოზიცია, მაქსიმალურად გადავიდეთ წინ. როგორც ვთქვით, იჭმება წინა დელტა, ზურგის კუნთი და წელი. მიუქცეთ ყურება ხელის სისწორეს. და შეგვიძლია ცირსაც გავაკეთოთ და გავაკეთოთ სამი ვისვლა მაქსიმალურად დავუკეთოთ. ახლა კი ვნახოთ მეორე ვარჯიში. ესაა დახურული პლანშე. ფეხები არის ზევით მაღლაწეული და შევეცადოთ რომ ზურგი იყოს სწორად. გავაკეთოთ 3-4 მისვლა და შევეცადოთ დავიკავოთ მაქსიმალურად დიფანს. პლანშის საწყის ეტაპზე მესამე ვარჯიში არის დახურული პლანშე. ოღონდ დინამიკას ვაკეთებთ, ეს არის ჩატანა და ამოტანა. შემდეგი ვარჯიში დაგვეხმარება იმაში, რომ გავაძლიეროთ დელტები. ეს არის გადასვლა სტატიკურ მდგომარეობაში და აზროვნების გაკეთება. ვესაუბროთ, რომ თან იყოს წინ გადაწეული სული. დატვირთვა მოდის დელტაზე. იმისთვის, რომ ისაუბროთ, პლანშე არსებობს ერთ-ერთი ყველაზე კაი გზა, ეს არის მცდელობები. მცდელობები არის რამდენიმე ტიპის მცდელობა არის. შეგვიძლიათ უბრალოდ ავაგდოთ და შევეცადოთ მაქსიმალურად გავჩერდეთ. ან კიდე დახურული პლანშედან გაშლა. Straight პლანში არის full პლანშის ბევრად გაადვილებული ვარიანტი. გაშლილი ჰორიზონტი. ხოლო full პლანში კი გამოიყურება ასე. იმისათვის რომ გავაკეთოთ full პლანშე, საჭიროა straight პლანშის ვიკავებდეთ დაახლოებით 10 წამი. ამის შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ უკვე თვითონ full პლანშის მცდელობებს. მცდელობები შეგვიძლია გავაკეთოთ როგორც თავიდან ასე აწევით. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ დახურული პლანშედან გაშლა, full პლანშის გაშლა. მოკლედ, პლანშე არის საკმაოდ სახიფათო ელემენტი იმის მხრივ, რომ შეიძლება ტრავმა ვიკიდოთ თუ არ გავხურდით. სანამ პლანშეს ვარჯიშს შეუდგებით, აუცილებელია გახურება. კარგად უნდა გავახუროთ მხრები. ძირითადად ეს კუნთები, რომელიც მუშაობს, რომელიც ვთქვით, ეს არის მხრები, ზურგი, წელი, ასევე ბიცეპსი მუშაობს საკმაოდ და ის უნდა გავახუროთ და მაჯები. კიდე დაგვეხმარება ელემენტის შესწავლაში წონები, ეგრეთ წოდებული ჰანტელები თუ სახში გვაქვს. შეგვიძლია დავიხმაროთ, ვაორჩოთ მხარი, დელტები, რა თქმა უნდა. გავიძრიებთ ამ მეტად და დაგვეხმარება ეს ელემენტის შესრულება. აი დაახლოებით თუ გაქვთ განტელები, აი ასე დავიკავოთ ხელებში, აი ასე და აი ასეთი მოძრაობები გავაკეთოთ. ანუ ეს ამუშავებს წინა დელტას. გვეხმარება ელემენტის ადვილად შესრულებაში, იმიტომ ძალას გვაწევს მეც. დაახლოებით 3-4 მისვლა დაგჭირდება მაქსიმუმი. ხო კი გავამახვილოთ ყურადღება მაჯებზე. ზოგიერთი ადამიანი, როდესაც აკეთებს პლანშეს მიწაზე, აკეთებს ხელებს აი ასე. ეს არის საკმაოდ სახიფათო პოზიცია მაჯისთვის თუ არა გაწერილი და გახურებული. ყველაზე კარგი ვარიანტი არის დაახლოებით 45 გრადუსი ან აი ასეთი გაშლილი. მოკლედ იმისთვის რომ ვისწავლოთ პლანშე, იგივე ჰორიზონტი, იგივე თარაზო, ჭირდება დაახლოებით 2-დან 3 თვეზე. ანუ არა ადვილი შესასწავლელი. ორ კვირაში ვერ გააკეთებთ? ხო, ბევრი კითხვა არის მაგაზე რომ ამდენი ხანი არა კონკრეტული დრო, ეგ არის დამოკიდებული პიროვნებაზე, ხო როგორ რა დროს უთმობ იმ ამ კონკრეტულ ელემენტს პლანშეს. როგორც ვთქვით, ამ ელემენტის შესრულება და შესწავლა არ არის ადვილი საქმე. სჭირდება
მოთმინება, მონდომება და ბევრი ვარჯიში. და დაუთმოთ რაღაც დრო, სადაც კვირაში 3 დღე, 4 დღე ასე საკმარისი იქნება დღე გამოშვებით. და არ გავაკეთოთ ასავია ბაზა და ელემენტი ერთად გავიწე შემთხვევაში. ელემენტები უნდა ვარჩიოთ ცალკე, კერძოდ პლანშეტზე თუ არის საუბარი და ბაზა ცალკე.